დღევანდელი გადაცემის სტუმარი ასევე გახლავთ დეკანოზი ლევან ალადაშვილი. მოგესალმებით. თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური. რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ამ მისიონერული, ესე ვთქვათ, მიზნით, სწორი მიზნებით ამ თანამედროვე პლატფორმების გამოყენება? ეკლესიაში ყოველთვის იყო ეს ტრადიცია, რომ ადაპტირებულიყო იმ საშუალებებთან, იმ კულტურასთან, იმ გარემოსთან, სადაც უწევდა ქადაგება და ის საშუალებები მაქსიმალურად გამოეყენებინა და იმ ენაზე ესაუბრა, რა ენაც ესმოდა იმ საზოგადოებას. მაგალითად, თუ ქადაგებდნენ იუდიაში მოციქულები, სხვა მაგალითებს და ტერმინებს იყენებდნენ, თუ ქადაგებდნენ ათენში, სხვანაირად, სხვა სიტყვით მიმართავდნენ ხოლმე. ეს რაღაცნაირად აი მოციქულთა დროიდან არის ეს ტრადიცია და ადრე თუ ბევრი ხალხისთვის გინდოდა სიტყვა მიგეწვნა და უნდა ასულიყავი მაღალ ადგილას, რომ იქიდან ბევრი დაენახე და ბევრს გაეგონა შენი ხმა, რაღაც ეტრადზე უნდა დაგეწერა წერილი. დღეს სხვა საშუალებები გვაქვს, რომ ის ღვთის სიტყვა მიიტანო ადამიანამდე. ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ვიყენებთ კიდეც არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში და არა მარტო ქრისტიანობის საკადრებად, ყველა თავისი სიტყვის მისატანად ცდილობს ეს პლატფორმა გამოიყენოს სწორად და მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა გამოიყენო ზუსტად იმ ღვთის სიტყვის მისატანად და არა დაუშვათ საკუთარი თავის რეკლამისთვის და ახალგაზრდებთან ურთიერთობას რაც შეეხება, კი რა თქმა უნდა იქიდან შენ რაღაცა სიტყვას მიაწვდენ, რომელიც მის გულს შეიძლება მოხვდეს, მაგრამ ურთიერთობისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ცოცხალი ურთიერთობა, პირადი ურთიერთობა. ესაა საშუალება. მიზანი რა არის, ხო? რაღაც მიზანია ადამიანის გულში ნათელი მიიტანო, ხო? რაღაცა ის საფრთხო ნათელი, ქრისტეს ნათელი, რომელიც განგვანათლებს. ხშირად ყოფილა, რომ ადამიანი აი ამ რაღაცა პროპაგანდის გავლენით რაღაც ისე ყოფილა დამოკიდებული ეკლესიისად, მაგრამ ეს მაინც პირადი არის რა, სარწმუნოება და პირადი შეხვედრა ღმერთთან და ბევრი ესეთი ადამიანი შეცვლილა ამ პირადი შეხვედრით. დიდი მადლობა. მადლობა.